გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ხელშეწყობით ვაზისუბნელებს 20 წლიანი პრობლემა მოუგვარდებათ. დავით სონღულაშვილი გზის შეკეთებას მოსახლეობას 2 თვის წინ წინა საარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა. ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხების გაწმენდა და 2 კილომეტრამდე გზის მოასფალტება იგეგმება. დეპუტატმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა, მან მოგვიანებით სოფელ კახიფარში ეკლესიის მშენებლობის სამუშაოებიც დაათვალიერა. გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა წინა საარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო. ვაზისუბნელებს ღარიბაანთუბანში დაზიანებული გზა შეუკეთდებათ, რისთვისაც თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. დეპუტატი აქაურებს პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ 2 თვის წინ შეპირდა. ახლა კი სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა. სამუშაოები უკვე დაიწყეს, კილომეტრი და 400 არის. ამ გზის სიგრძე, რომლის რეაბილიტაცია სრულად ახალის გადაგება მიმდინარეობს და პარალელურად დაიწყება უკვე მომავალი კვირიდან სოლაკის უბანშიც იგივე სამუშაოები და როგორც ამინდები მისცემს საშუალებას უმოკლეს ვადებში უკვე ექნებათ ახალი გზა ვაზისუბნელებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, როცა ჩემი წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობას ხვდებოდი. ვაზისუბნელების თქმით, გზის შეკეთებას 20 წელია ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ არადა ეს მთავარი გზაა, რომელიც სოფელ სავარგულებთან, საბავშვო ბაღთან, სკოლასთან, ეკლესიასა და რაიონულ ცენტრთან აკავშირებს. ადრე ისე დღეში იყო, აგ დახრაბული იყო შემოგევლე. ვერ გადავიდოდი, წყალი რო გადმოვარდებოდა, დიდი წყალით, ქრიალით მოდიოდა. გვიხარია, რომ სოფლის გზა ნორმალურად გამაიყურებოდა. ყველანაირად გაუბედურებული იყო გზა. ვერც ფეხით მოსიარულე ვერ გაივლიდა და ტრანსპორტი იყო თუ რამე, ბას ვერ გავხსნით ხოლმე ფანჯრებს. საღამოთი ან რაღაც სუფთა ჰაერი შემოსულიყო, რაღაცა გაუბედურებული იყო და რა ვიცი, ახლა მივესალმებით, რომ აკეთებენ. ორმოები იყო ამოთხრილი, გაფუჭებული იყო გზები და ეს ძალიან კარგია, რასაც აკეთებენ. დაპირება შეასრულეს. მთელი სოფელი აქ დადის და ვეით სამუშაოზე თუ რამე ტრანსპორტი აქ დადის. ძალიან კარგია. ღარიბაანთუბანში გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეა დაიწყო. ამ უბნის გარდა დაგეგმილია ეგრეთ წოდებული სოლოლაკის ქუჩის მოასფალტებაც. პროექტის ფარგლებში 2 კილომეტრამდე გზა მოასფალტდება და გაიწმინდება სანიაღვრე არხები. მთლიანობაში 840,000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების სავარაუდოდ 3 თვეში დასრულდება. გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სოფელ კახიფარში ეკლესიის მშენებლობის სამუშაოებიც დაათვალიერა. შეგახსენებთ, რომ მან ეს დაპირება წინა საარჩევნოდ გასცა.